შენ წადი. მაესტრო მითხრა რომ გითხარი წადი. საბრძოლო ბიზნესში ქალი არასდროს მოწონდა, მაგრამ თქოს ითი ლამაზი იქნება. აქ შენი კომპლიმენტები არავის სჭირდება. პირდაპირ საქმეზე გადა. ხო. თავიდან თქვენ შესახებ არაფერი ვიცოდი. მაგრამ მე გავიგებ რომ საბურავებში მუშტი გრიფს მართავთ. თავიდან ვიფიქრე მე რა. მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერს მოედეთ. ყველაფერი დაიპყარით. ხო მართლა. თქვენში ჩემპიონი რომელია, რომელს ვესაუბრო? აკვედი ჩემპიონი აქ არ არის, მაგრამ მე ვარ მომავალი ჩემპიონი. ესე იგი ჩემპიონი აქ არ არის. შენ პრეტენდენტი ხარ, შენ კი ორგანიზატორი უნდა იყო. შეგიძლია მითხრა რა გინდა. საერთოდ ბრძოლებში გავიგებ რა. მე დაუმარცხებელი მოკრივე ვიყავი, თანაც პროფესიონალი. ჩემ ბრძოლებზე ლეგენდები დადეს, როგორც ჩანს, თქვენამდე არ მოუღწევია. გასაკვირია, რადგან ბევრი მოკრივე ყავთ ორგანიზაციაში. თქვენ 65 კილოგრამის ჩემპიონს კითხეთ და გეტყვით ვინ ვარ. კარგი. პირდაპირ საქმეზე გადა. როგორც გავიგე, 26 აპრილს დიდ ივენტს მართავთ. ხალხში ხმები დადის, წლის საუკეთესო ბრძოლა იქნება. კი. სამი საჩემპიონო ბრძოლა იქნება და გრან-პრის ფინალი. გრან-პრის ფინალი. ისეთი წყვილი დაждდა, ხალხი მეც რომ ვერ ინატრებდა. იმედია, აქაც no contest-ი არ გამოცხადდება. შენ მაგაზე მოგევა. ეს გამას ისტორიაში საუკეთესო ოჯახი იყო. ეგ კარგია, მე რა იქნება. ხომ იცით, ხალხს უფრო მეტი და მეტი უნდა. ვიცი. ჩვენც ეგ გვინდა რომ ყოველი ივენთი წინაზე უკეთესი იყოს. ამისთვის საკმაოდ დიდ რესურსსა და ენერგიას ვხარჯავთ. არც მებრძოლები და არც ორგანიზაცია საკუთარ თავს არ ზოგავს. ეცი რა? რა? ზუსტად ამიტომაა რომ რეგიონში საუკეთესო საბრძოლო ორგანიზაცია ვართ. იცი რა, პირდაპირ გეტყვით. შენი ჩემპიონი გრან-პრის გამარჯვებულს უნდა უპირისპირდეს. ეს იქნება ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება. მე ამით დავამთავრე. ვიცი, ეჯი. მე შენთვის რაღაც მაქვს. დააგვერდი. მანდ ორგანიზაციის სახელი წერია. ეს გულშემატკივრებმა გამოგზავნეს და ეს მუხარა. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. ეს ბრძოლა აუცილებლად შედგება გრან-პრის გამარჯვებული 70 კილოგრამი კატეგორიის ჩემპიონს აუცილებლად შეხვდება. ლიდერ ბეძე დიდი ფსონები დაიდება. მოემზადეთ.